რესპუბლიკის მოედანზე დღეს თბილისის მერი იმყოფებოდა და იქ მიმდინარე სამზადის გაეცნო მათთვის, ვინც დღევანდელი საფეხბურთო მატჩის ბილეთები შეძენა ვერ შეძლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტებიც მოეწყობა. პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლას მსურველები 19 საათიდან შეძლებდნენ. გახანგრძლივდება მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დროც, კერძოდ მეტრო მუშაობას ღამის 2 საათზე დაასრულებს და როგორც დინამო არენაზე, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება. ავტობუსების ნაწილი კი სპეციალურად გულშემატკივრებისთვის საღამოს 22 საათიდან ღამის 2 საათამდე იმოძრავებს. როგორც ლუქსემბურგთან მატჩის წინ ახლაც გადავწყვიტეთ რესპუბლიკის მოედანზე შევქმნათ სივრცე, სადაც ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, მოვიდეს, უგულშემატკივროს თავის ეროვნულ ნაკრებს. განთავსებულია ეკრანები, 7 საათიდან შეგიძლიათ, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეთ და უგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით ჩვენს ბიჭებს, მინდა წარმატებები, გამარჯვებები უსურვო. ყველამ ძალიან კარგად იცის თუ რა მნიშვნელობის თამაშია, რამხელა პასუხისმგებლობა, როგორ ელოდება სრულიად საქართველო და რა ვიცი, მე ჩემის მხრიდან, როგორც ყოფილი სპორტსმენი, ყოფილი ფეხბურთელი, დღეს დედაქალაქის მერი, ბიჭებო, გამარჯვებას გისურვებთ, წარმატებები, წინსვლა, არც ერთი მონაკვეთი მინდორზე არ უნდა დარჩეს ბრძოლის მოგების გარეშე. ყველა სანტიმეტრი, ყველა მეტრი, ყველა მილიმეტრი უნდა იყოს მოგებული და დარწმუნებული ვარ ამ შემართებით, ამ სულისკვეთებით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავდებთ იმ შედეგს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ამდენი წელია ელოდება.